შემოდის ამასთან ერთად მეორე პიროვნება და ამისი შვილი, ანუ ჩემს გოგოზია, მაშინ ჩემი შვილი 14 წლის იყო. ეხლა მივიდა სახლში, ეხლა შევიდა არკაში და რა ვქნათ. ნუ რაზე მაქვს აქ ლაპარაკი უკვე ყველა მიხვდებით. ეს ლერი ბერიტაშვილია. 2011 წელს ის ოპოზიციაში გადასული ირაკლი ოქრუაშვილის პარტიასთან თანამშრომლობდა და მაშინდელ ხელისუფლებაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამართულ აქციებში იღებდა მონაწილეობას. აქციებიდან ცოტა ხანში ლერი ბერიტაშვილი დააკავეს და დიდი რაოდენობით იარაღი ჩაუდეს. რითაც უნდა დაებრალებინათ, თითქოს ის ეგრეთ წოდებული ზილების რევოლუციის მოწყობის მცდელობაში მონაწილეობდა. საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ლერი ბერიტაშვილმა უმძიმესი ისტორიები მოყვა. თუ როგორ დაიჭირეს მისი 18 წლის ვაჟი და როგორ უპირებდნენ გაუპატიურებას მის 14 წლის ქალიშვილს. კუდის მაღალჩინოსანი რათა ახალაია და ვინმე კვარაცხელია. ნუ უტრიალდება ახალაია, ეს ხდება ახალაის კაბინეტში. უტრიალდება ახალაია და ეუნება ესეთ რაღაცას, რომ მოიყვანეთ. და ეს კვარაცხელია მაპატიეთ ყველამ აბსოლუტურად ჩემი ემოციებისთვის. ეუნება ესეთ რაღაცას, რომ პირველი მე ვიქნები. ნუ რაზე მაქვს აქ ლაპარაკი უკვე ყველა მიხვდებით. ანუ ერთმანეთში სიცილი კისკისით უგასროთ. აი ამ ხალხს უნდა დაბრუნება ხელისუფლებაში და მე უკვირთ რომ ჩვენ ვართ წინააღმდეგი და ვართ იქ სადაც ვართ. ეთიშით კალბატონთია. დიახ, გაგრძელეთ. არა მე ვიქნები პირველი, არა მე ვიქნები პირველი. ნუ რა ვქნა, უნდა გავიმეორო ის სიტყვები, ჩემს შვილს ბოდიშს ვუხდი, იმიტომ რომ მე საჯაროდ ამ თემაზე სულ რამოდენიმე ადამიანმა იცის ეს საუბარი და რომ ის იყო პატარა ბავშვი და უფრო მეც სიამოვნებას მიიღებდნენ, ვიდრე ზრდა სრულ მანდილოსანთან. ხა ამ დროს მე ვარ მიბმული ახალგაზრდა კაბინეტში ცალი ხელით. თორე შეიძლება მაგ დროს იმოქმედო ადამიანმა, გადაიკეტება twin-ში რაღაც და რაღაცას იზავრო. და მე ვთხოვე, რომ ჩემი ბიძაშვილი ბესო ამოიყვანეთ და მე ვთხოვ იმას, რომ მე ვქენი, მე შემოვიტანე ეს იარაღი და ეგენი ცოცხლები გაუშვით აქედან. მე რომ მივხვდი, უკვე იქ რა ხდებოდა, მაპატიეთ ერთი ის გამორჩა, ჩვენ რომ მიგვიყვანეს, უკაცრავად ნაგითი უნდა დამეწყო, მაგრამ ემოციები. გიორგი ჩიხლაძე, რომელიც გარდაიცვალა ჩემი მეგობარი, ოქრუაშვილის მძღოლი თან ნათლი მირონობა ჰქონდათ ერთმანეთში, ან მაყურებინეს მე იმის წამება. ნუ იქ გავარდახმა, რომ გიორგი ჩიხლაძე გარდაიცვალა, ისეცემეს, ანალოგიურ დღეში ჩამაგდეს მე, უბრალოდ მე საავადმყოფო არ დამჭირდა, რატო არ დამჭირდა, მაშინ არ ვიცი, მაგრამ იმასაც მოუყვები მე რა გავიარე. და ამ გიორგი ჩიხლაძეს თხოვნით კი არა, რომ თქვი, რომ შენ და ლერიმ შემოიტანეთ იარაღი და ანუ შენ შემოიტანე იარაღი, შენ მიეცი ლერის და ლერიმ უკვე ეს დანარჩენი მე მარტო ჩემი ბიძაშვილი ვიცი და ახლა ჯანჯალაშვილთან მეგობრობ, მე დავმეგობდი, თორე დანარჩენი სახელი და გვარები მან საერთოდ აზრზე არა ვარ. ეხლა გამოვითხოვე, მე განაჩენიც არ მომიტანეს ციხეში. განაჩენი ეხლა გამოვითხოვე 2-3 დღის წინ სასამართლოდან, რომ წამეკითხა იქ ანუ რა იარაღი დაფიდეს რა საერთოდ რა ხდებოდა. ნუ იქ რა დაგუმართეს არ ვიცი. იმას ციხე არ ერქვა, ვერც ვერასდროს ვერ დავარქმევ დანის იმ შენობას ციხეს, ვერც სასაკლაოს ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ სასაკლაო ვიცი მე საქონელი სადაც შეყავდა კლავენ, ქალბატონოთია, იქ რა ხდებოდა და იქ რა გავიარეთ, ფიზიკურად ვერ მოვყვევი, ბატონო სოზარ,
ბატონებო, ფიზიკურად ამის მოყოლა არის შეუძლებელი. იქ რა ხდებოდა? თუ ღამე ფაცაცია გამოვიდოდა და უბრალოდ სიგარეტს მოუკიდებდა და გადააგდებდა, დარწმუნებულები ვიყავით, პირველ კორპუსზე ვიყავი მე აყვანილი, დარწმუნებულები ვიყავით, რომ მიცვალებულს გაიტანდნენ. ფაცაცია დააზუსტეთ ვინ არის? ოლეგ ფაცაცია იყო რეჟიმის უფროსი.